რესტორანი ბუდაპეშტი თბილისში 1958 წლიდან არსებობს. მისი გახსნის დღიდან ეს ადგილი კოლორიტების თავშეყრის ადგილად იქცა. სუფთა ჰაერი და ულამაზესი გარემო ადგილობრივების ყურადღებას განსაკუთრებით ზაფხულში იქცევდა. თბილისში ცნობილი მეღვინე ბონდო კალანდაძე რესტორან ბუდაპეშტში გატარებულ დროს და ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც ყოველთვის საყვარელ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს უკავშირდება. რო ვთქვი შენ ხედა მზესო და გვერდზეს ვფიქრ და ვიღაცამ ახალგაზრდა თუ შეიძლება. გავიხედე ნოდარ დუმბაძე და ზაური ბოლქვაძე. ერთი რედაქციაში მუშაობდა ნიაგის რედაქტორად, მეორე მოადგილედ. მე ზაური დანიშნეს ნოდარის ადრე. ნოდარი იზრდება რომ არც გული შეტევა კარაფერი და ჩვეულებრივ ვაგის რესტორანში ქეიფობს. მე გამიხარდა ხა ნოდარ დუმბაძეა ხო და ახალგაზრდაო სადავრო გურულია. აი ესეც გაიცანე გურულია ზაური ბოლქვაძე. ეს გაიცე ოსეფაიშვილი. 4 გურული აღმოჩნდით. დაჟექვი მითხრა. აი რაც შენ მოყევიო. აი ყველაფერი დამიწერეო და ხო რედაქციაში მომიტანეო. თუ ბუდაპეშტი რესტორანი გაიხსნება იმ ადგილას, სადაც იყო და ხალხი ივლის და მიეჩვევა ისევ, ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე ხო ვიცი როგორ არის რესტორნის სახელი. რესტორნის სახელი არის ძირითადად კარგი კერძი, კარგი მომსახურება და სიაფი. რესტორნის ტერიტორიაზე ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება, რომელსაც ამერიკელი ინვესტორი კომპანია ტიფლის ბიზნეს ჯგუფთან ერთად განახორციელებს. მშენებლობის პროცესში 2000, ხოლო მისი დასრულების შემდეგ 400 ადამიანი დასაქმდება. ინვესტორი სასტუმროსთან ერთად რესტორნის აღდგენას და საგამოფენო სივრცის მოწყობას გეგმავს.